განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარულის გამოხატულება, რომელიც თქვენ ინებეთ, მე მიმაჩნია გადაჯარდებულად ჩემთან. ქართული გულუხლობით აიხსნება ეს. მე ჩემს მოღვაწეობას სრულებით ისე დიდად არ ვახასებ, როგორც თქვენ გნებავთ. ხშირად მე ჩემი მოღვაწეობა წარმომიდგენია ისე, როგორც ჭიანჭველა პატარა, რომელიც ეფოთინება დიდ მარცვალს და მიაქს. მაგრამ გამარტოებული მუშაობით მარტო ერთ ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს იყო ჩემი ღრმა წმენა ყოველთვის, ეს რწმენა არის ამჟამადაც, როდესაც მე უკვე მოხუცებული გახლავარ და რასაკვირველია, სულ სხვანაირად მინდა ვიმსჯელო, ვიდრე მე ვსჯელობდი, როდესაც მაცილდება. ცხადი არის ჩემთვის, რომ თუ ერთ ჭიანჭველას არ შეუძლიან დიდი საქმის გაკეთება და ის თავისათვის მიეზიდება მხოლოდ უთკარს ცალკეულს გამომუშავებული თაფლით შეუძლიან მხოლოდ თავისი თავი გამოხმებოს, უთრების გას შეუძლიან ადამიანს მისცეს და აძლევს კიდე წინ თავს, რომლითაც ჩვენ ყველანი ვიკვებებით ხოლმე სიამოვნებით. და თუ ჩემს მოღვაწეობაში, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო მოღვაწეობაში უკვე საქართველოში მართლაც ნაყოფიერი შედეგი მოხდა, ეს აიხსნება მარტო ჩემი მუშაობით კი არა, არამედ იმით, რომ მე ბედნიერი ვიყავი, რომ ვერც მიმშვენებდნენ საუკეთესო მუშაკები, საუკეთესო სულის გვერდები გამსჭვალული ერთი ნების ყოფის ქვეშ მოქმედი. ჩემს მოღვაწეობაში მე ხელმძღვანელობდი ერთ ხალხურ ლექსს, რომელშიაც შვენივრად არის გამოხატული ქართველი ხალხის ზნეობრივი მოძღვრება აუცილებლობის შესახებ, რომელსაც უნდა ადამიანი აკმაყოფილებდეს. კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა. კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი არც თავის დედასა. როგორ ვიკადრებ მე, რომ თქვენ წინაშე ჩემს შესახებ რამე ვთქვა იმაზე მეტი, რაც ხვებს შეუძლიათ თქვა. ეს არც საკადრისია ჩემ მხრივ და არც ამას მიგარნახებს ქართველი ხალხის ზნეობრივი მოძღვრება.